სანამ ოსმალური ჯარი სამხრეთიდან შემოდიოდა, სანამ სტამბოლი საქართველოს გაყოფაზე ირანთან ეწეოდა მოლაპარაკებებს, ჩრდილო-დასავლეთიდან სხვა საფრთხე მოდიოდა. საფრთხე, რომელიც ოსმალეთმა საქართველოს დასასუსტებლად და მის ხელში ჩასაგდებად საგანგებო დაამოქმედა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადიღეურ-აფსუური ტომები ეფექტური იარაღი ოსმალეთის ხელში საქართველოს დასაჩოქებლად და საიდან იღებს სათავეს ამ ხალხების მხრიდან ქართველების მიმართ ზიზღი, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში ახალი ძალით იფეთქა. ყველაფერი ძალიან შორიდან დაიწყო. 1490 წელი. ქართლის სამეფო დარბაზი ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს. ოფიციალურად აღიარებს, რომ ერთიანი საქართველოს სამეფო უკვე აღარ არსებობს. ქვეყანა სამ სამეფოდ იშლება: ქართლის, კახეთის და იმერეთის. ამას ემატება სამცხე-საათაბაგო და ოდიშის, გურიისა და სვანეთის ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროები. და სწორედ ამ დანაწევრებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყანაზე ორი იმპერია აცხადებს პრეტენზიას. აღმოსავლეთიდან სეფიანთა ირანი, რომელმაც 1501 წელს საქართველოს ვასალობის მოთხოვნით მიმართა. დასავლეთიდან ოსმალეთის იმპერია, რომელმაც 1453 წელს აიღო კონსტანტინოპოლი და ამით დაასრულა ბიზანტიის იმპერიის ფორმალური არსებობა, 1461 წელს დაიპყრო თამარის მიერ დაარსებული ტრაპიზონის იმპერია, ხოლო 1475 წელს დაიმორჩილა ყირიმი. ანუ ოსმალეთი იმ დროისთვის გახდა შავი ზღვის აუზის ჰეგემონი. ახლა მას პირდაპირ ესაზღვრება საქართველო სამხრეთ-დასავლეთიდან. მაგრამ სტამბოლში კარგად ესმით ერთი რამ. მიუხედავად დასუსტება დანაწევრებისა, საქართველოში პირდაპირი ინტერვენცია რთული იქნება. გაცილებით იოლია თუ ჯერ საქართველოს ირიბის საშუალებით დაასუსტებ. და ამისთვის ოსმალებმა ბრწყინვალე სტრატეგია შეიმუშავეს. ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილზე მათ უკვე ჰქონდათ წვდომა ყირიმის დაპყრობის შემდეგ. ოსმალებმა მალე აღმოაჩინეს, რომ კავკასიელი მთიელები ქართველების და სომხების მსგავსი მტკიცე ქრისტიანები არ იყვნენ და შეუდგნენ მათ მასობრივ გამოსვლებას მოსყიდვისა და იძულების სინთეზური მეთოდით. ასევე მალე გაიგეს ისიც, რომ ამ ადიღეურ აფსუურ ტომებს რთული და მრავალწახნაგოვანი ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ საქართველოსთან. კერძოდ, მშვიდობიანი მეზობლობის კვალდაკვალ ხშირი იყო მათი მხრიდან ქართველებზე თავდასხმის და თარეშის ფაქტები. ჯიქებმა, რომლებიც ადიღეელებისგან განსხვავებული წარმოშობის იყვნენ, მაგრამ შუა საუკუნეებისთვის უკვე შეეზავნენ ადიღეელებს, საერთოდაც კოლხეთის დავიწყებული რეგიონის ჰენიოხეთის დაპყრობა და იქაური მოსახლეობის ჰენიოხების გენოციდი მოაწყვეს. ეს ყველაფერი ოსმალეთისთვის ქმნიდა იდეალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკუთარი ძალების მნიშვნელოვანი დაზოგვით დაემარცხებინა. როგორც უკვე ვახსენე, მე-15-მე-16 საუკუნეებისთვის ჯიქები ადიღეელებს შეერწყნენ და პრაქტიკულად დღეისთვის ისინი ადიღეურ ხალხში არიან გათქვეფილნი. ანუ ეს არის ის ხალხი, ვინც დღეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობს. ამ ტომებს საქართველოსთან ძველი ღრმა ურთიერთობები აკავშირებდათ, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, კეთილმეზობლობასთან ერთად მტრობასაც გულისხმობდა. დაახლოებით მე-6 საუკუნიდან ბიზანტიური და შემდეგ ქართული გავლენით ისინი ქრისტიანები გახდნენ. შუა საუკუნეებში ქართველ მეფეებთან სავაჭრო, დინასტიური და სამხედრო კავშირები ჰქონდათ. მაგრამ თუ გადავხედავთ ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ადიღეელების მტრული გამოხტომები ყოველთვის საქართველოს დასუსტებას ემთხვეოდა. ასე მოხდა ამჯერადაც. მე-16 საუკუნის დასაწყისიდან ყველაფერი იცვლება. 1509 წელს ჩერქეზის სამხედრო ლიდერი ცანდია ინალდაფიტა მატიანეში მოძულებული სახელით ცნობილი დიდი ლაშქრით შემოიჭრა ოდიშში. ამ თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. არანაკლები იყო ტყვეთა რაოდენობაც. მოთარეშეებმა გაანადგურეს უამრავი სოფელი, ხოლო ტყვეები ყირიმის მონათა ბაზრობებზე გაყიდეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოთარეშეების თავდასხმა. ეს იყო ორგანიზებული სამხედრო ოპერაცია მომგებიანი ბიზნესით და ამ ყველაფრის უკან იდგა სტამბოლი. 1510-1512 წლებშიც გრძელდებოდა დარბევები.
კონსტანტინოპოლის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს მონები შეადგენდნენ. მონების მთავარი წყარო კი იყო კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა. სამწუხაროდ, სტამბოლის მონათა ბაზრობებზე განსაკუთრებით ფასობდნენ ქართველი მონები. ოსმალეთს არ ჭირდებოდა ჯიქებისთვის ბრძანება გაეცა. საკმარისი იყო სწორი ინსტრუმენტის გამოყენება. მექანიზმი მარტივი იყო. პირველი, ყირიმის სახანო, როგორც ოსმალეთის ვასალი, გამოიყენებოდა ტყვეების სავაჭრო ცენტრად. მეორე, ოსმალეთმა 1475 წლის შემდეგ დაიკავა გენუელების ყოფილი კოლონიები. ამ კოლონიებიდან ხდებოდა მონათა ვაჭრობის ორგანიზება, რომელშიც ჯიქები და ადიღეურ აბსურდი ტომები მიმწოდებლის როლს ასრულებდნენ. შედეგი, ყოველი ჯიქურ ადიღეური დარბევა დასავლეთ საქართველოს ასუსტებდა. ყოველი ქართველი ტყვე ოსმალეთს ამდიდრებდა და ყოველი ასეთი შეტევა ქართველ მთავრებს ოსმალეთისადმი მორჩილებისკენ უბიძგებდა. ამ პერიოდში მოხდა კიდევ უფრო საზარელი რამ. ოსმალურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ მოიტანა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკური დასუსტება და ეკონომიკური გაჩანაგება, არამედ ზნეობრივი დაცემა. დასავლეთი საქართველო და განსაკუთრებით ოდიშ-აფხაზეთი მოიცვა მასობრივმა სიგიჟემ. ჯერ პოლიტიკური ელიტა, შემდეგ გლეხობა და ბოლოს საეკლესიო დასიც კი ჩაება კატასტროფულ და სამარცხვინო საქმიანობაში. საკუთარი თანამემამულეების, მეზობლების, ნათესავების და თვით ოჯახის წევრების მონებად გაყიდვაში. წარმოუდგენლად ამაზრზენ ცნობებს ინახავს მე-16-მე-18 საუკუნეების ქართული და უცხოური ქრონიკა ამ ეროვნულ უბედურებასთან დაკავშირებით. კავკასიელი ტომების თავდასხმებით შეწუხებულმა იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ 1533 წლის იანვარში გურიისა და ოდიშის მთავრებთან, მამია პირველთან და მამია დადიანთან ერთად ზღვით ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყო. პირველი ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ მეორე დღეს ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოების გამო ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. დადიანის და გურიელის ლაშქარი სისხლისმღვრელ ბრძოლაში დამარცხდა. გურიელის შვილი ბრძოლის ველზე დაეცა. მამია დადიანი ღალატით შეიპყრეს და მოკლეს. თავად გურიელი, მისი ძმები და ლაშქარი ტყვედ ჩაბარდნენ, რომლებიც შემდეგ აფხაზეთის კათალიკოსმა დიდი გაჭირვებით გამოისყიდა. ქართველთა ამ დამარცხებამ კიდევ უფრო გაამყარა ოსმალეთის პოზიციები. სანამ ჩრდილოეთიდან ჯიქები სამეგრელოს სანაპიროებს არბევდნენ, სამხრეთიდან ოსმალეთი პირდაპირ სამხედრო ოპერაციებზე გადავიდა. 1553 წელი სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა ფაშა 22,000-იანი ჯარით ევროპული ზარბაზნებით სამცხე საათაბაგოს წინააღმდეგ მიდის. იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე ხრიქს მიმართავს. ფაშას პირდება ციხის კლიტეებს გადმოგცემო და მოტყუებული მტრის ლაშქარი რომ ციხიდან დაშორდება, ქართველები მოულოდნელი შეტევით ქარაღაკთან ანადგურებენ ოსმალებს. ეს ბრწყინვალე გამარჯვებაა, მაგრამ სამწუხაროდ ომის ბედს ვერ წყვეტს. 1555 წელი, ახალი ოსმალური ლაშქარი, ახალი შეტევა. ამჯერად ქართლ-იმერეთის შეერთებული ჯარი სოხოისტასთან შეებრძოლა მტერს და ბრძოლის ველი სისხლით მოირცხა. სამცხე საათაბაგოს ციხეები ოსმალებს ჩაბარდა. ათაბაგად ოსმალეთის ვასალი ქაიხოსრო მესამე იქნა დანიშნული. ეს ტრიუმფი ოსმალეთისაა, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის. 1555 წლის 29 მაისს მცირე აზიის ქალაქ ამასიაში ოსმალეთსა და ირანს შორის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, ცნობილი ამასიის ზავის სახელწოდებით. ამ ზავით ამ ორმა იმპერიამ საქართველოს შუაზე გაყო. ოსმალეთს გადაეცა დასავლეთ საქართველო ტაოკლარჯეთით და შავშეთით, ხოლო ირანს ქართლი, კახეთი და სამცხე საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი. ამ ორი იმპერიის შერიგებამ უკიდურესად დაამძიმა საქართველოს მდგომარეობა. თუ აქამდე საქართველოს მეფე-მთავრები ავად თუ კარგად ახერხებდნენ ოსმალეთსა და ირანს შორის ლავირებას და ამით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ამასიის ზავმა ეს შესაძლებლობა გაააქრო. ამის შემდეგ ოსმალეთი ახალ ტაქტიკას იყენებს, პირდაპირ დაპყრობის მაგივრად ვასალური დამოკიდებულება. 1557 წელი ოდიშის მთავარი ლევან პირველი დადიანი პირადად ჩადის კონსტანტინოპოლში. ის ოსმალეთის ფლოტის დახმარებას ითხოვს ჩრდილოეთ კავკასიის ტომების წინააღმდეგ.
სწორედ იმ ჯიქების და ადიღე აფსუების წინააღმდეგ, ვისი შემოტევებიც სამეგრელოს ანადგურებდა. სანაცვლოდ ლევანი ვალდებული ხდება ხარკი გადაიხადოს და ოსმალეთის სიუზერენიტეტი ცნოს. ეს სრულყოფილი ხაფანგია. ნახეთ როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი. ოსმალეთი ჩრდილოეთიდან ჯიქებს აკეზებს ქართველების წინააღმდეგ, ჯიქები ქართულ სამთავროებს ასუსტებენ და ბოლოს ქართული სამთავროები ეძებენ ფარველს. ფარველი კი ოსმალეთია. და ასე, დიდი ბრძოლებისა და მსხვერპლის გარეშე ოსმალეთი იმორჩილებს დასავლეთ ქართულ სამთავროებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადიღეელები და სხვა დასავლეთ კავკასიური ტომები ქრისტიანები იყვნენ. ჯერ ბიზანტიური და შემდეგ ქართული ეკლესია ხელს უწყობდა მათ ქრისტიანობას, მაგრამ მე-16 საუკუნიდან ყველაფერი იცვლება. ოსმალეთი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ორი გზით მუშაობს. პირველი, ყირიმის სახანოს გავლენა. როგორც უკვე ვახსენეთ, ყირიმი 1475 წლიდან ოსმალეთის ვასალია. ისლამური პროქსელიტიზმი და სავაჭრო კავშირები, ეს ყველაფერი ჩრდილო კავკასიისკენ ვრცელდება. მეორე, ისლამის მქადაგებლები. მე-16-მე-17 საუკუნეებში ოსმალეთი შეიხებს აგზავნის ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. ეს მქადაგებლები ადგილობრივებს ადიღეურ ადაწესებთან, ხაბზესთან ადაპტირებულ ისლამს თავაზობენ. ეს წარმატებული საკენკი აღმოჩნდა და ისლამი ფეხს იკიდებს კავკასიის მთებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ქრონოლოგია ასეთია. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში გავლენას ამყარებს. მე-16-მე-17 საუკუნეები ეს არის პერიოდი, როდესაც ადიღეურ აფსუური ტომების ნელი ისლამიზაცია იწყება. მე-17 საუკუნე. სუნიტური ისლამი ადიღეელებში დომინანტური ხდება. ქრისტიანობა მხოლოდ ფრაგმენტული სახით რჩება ხალხურ ადაწესებში. 1717 წლის შემდეგ ისლამი ფართოდ იკიდებს ფეხს ყველა ადიღეურ ტომში. ქრისტიანობა პრაქტიკულად ქრება. მანამდე დროში ცოტა უკან არის ორი თარიღი. 1578 წელი. ოსმალეთი სოხუმში ბეილარბეგს, ანუ გენერალ გუბერნატორს ნიშნავს. და 1579 წელი, როდესაც ოსმალებმა ფოთში დიდი ციხესიმაგრე ააგეს. ეს ყველაფერი კი ნიშნავდა, რომ დასავლეთ საქართველოსა და დასავლეთ კავკასიაში ოსმალეთი ახლა უკვე ფიზიკურად იკიდებდა ფეხს. მე-17 საუკუნის დასაწყისში ოდიშის მთავარი ლევან მეორე დადიანი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასავლეთ ქართველი პოლიტიკოსი, იძულებული ხდება დაახლოებით 60 კილომეტრიანი კედელი ააგოს ოდიშ-აფხაზეთის საზღვარზე და თან აფხაზეთს დაუთმოს ოდიშის ისტორიული მიწები. მიზეზი? ოსმალური გავლენით გამუსლიმებული ადიღეურ აფსუური ტომების მუდმივი შემოსევები. იმ ხალხს, ვინც ოდესღაც ერთ ქრისტიანულ გარემოში ცხოვრობდა, ახლა სხვა სარწმუნოება, სხვა კულტურული ორბიტა ჰქონდა. აფხაზეთზე და ოდიშის დასავლეთ მიწებზე მუდმივმა თავდასხმებმა სხვა სახის კატასტროფული შედეგიც გამოიღო. მოხდა ამ მიწებზე მცხოვრები ქართველი ტომების, აფხაზების და მეგრელთა ნაწილის თანდათანობითი გააფსუება, რამაც ამ ძირძველი კოლხური მოდგმის ქართველების ეროვნული იდენტობის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაკარგვა და გადაგვარება გამოიწვია. ეს არ იყო ბუნებრივი და ლოგიკური ცვლილება. ეს იყო კარგად ორგანიზებული გეოპოლიტიკური პროექტი. ოსმალეთმა ჩრდილოკავკასიური ტომები გამოიყენა ინსტრუმენტად ქართული სამთავროების დასასუსტებლად. შემდეგ ამ ტომების ისლამიზაციითა და ოსმალიზაციით ისინი საკუთარი გავლენის სფეროში შემოიყვანა. ამ ორი ხალხის, ქართველებისა და ადიღეელების ერთმანეთთან გადაკიდებით, მათ შორის არსებული ძველი კავშირები ნელ-ნელა გააქრო და დავიწყებას მისცა. ადიღეურ აფსუური მოდგმის ხალხში ქართველების მიმართ ზიზღისა და უნდობლობის თესლი, რომელიც ოსმალეთმა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ჩათესა, მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში კიდევ უფრო დიდი წარმატებით გააღვივა და გაახარა ჯერ ცარისტულმა, ხოლო ბოლოს საბჭოთა რუსეთმა. ამ ისტორიული ტრამვის ნარჩენები, ურთიერთუნდობლობა, ტერიტორიული პრეტენზიები, კულტურული გაუცხოება დღევანდელ დღემდე მოჰყვება. ამის შედეგია 1993 წლის 27 სექტემბრის კატასტროფაც. ამასიის ზავმა 1555 წლის 29 მაისს ოფიციალურად გაყო საქართველო ორ იმპერიას შორის.
მაგრამ ნამდვილი გეოპოლიტიკური ბრძოლა გაცილებით ადრე დაიწყო. ოსმალეთმა დასავლეთ კავკასიური ტომები საქართველოს წინააღმდეგ ეფექტურ იარაღად გამოიყენა. ამავდროულად მან ქართული სამთავროები ზნეობრივად გახსნა და გადააგვარა. ეს პროცესები ერთდროულად ერთ სტრატეგიულ ჩარჩოში მიმდინარეობდა და მის შედეგს, როგორც ხედავთ, დღემდე ვიმკით.